გუშინ ოზურგეთის ნომერ პირველი საჯარო სკოლის კარები ფართოდ გაიღო და საზოგადოება, მშობლებმა, სამხარეო თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის მასწავლებლებისა თუ მოსწავლეების მიერ მომზადებული სასწავლო შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები იხილა. სპორტი და ისტორია, ძველქართული თამაშით ჭაკუნობა წარმოადგინეს მეხუთე კლასელებმა. დაწყებითი კლასის მოსწავლეები მუსიკალური აქტივობებით ვიხილეთ, რომელსაც თან ერთვოდა ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა. პროფესიული უნარები მეწარმეობასა და ბიზნეს იდეებში საინტერესოდ გამოავლინეს მოზარდებმა სალექციო კურსის ხელმძღვანელთან ერთად. რესურს ოთახში პატარა ნინის გამოფენა ვნახეთ პედაგოგების აქტიური ჩართულობით. უცხო ენისთვის დათმობილ 5 წუთზე კი მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად პუტკუნების რუტინასა და ჯანსაღ-კვებაზე პრეზენტაცია გვიჩვენეს. ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის საგაკვეთილო თემების შერწყმით სუფთა ფილტვებსა და სუნთქვის თავისებურებებზე დაგვაფიქრეს ბავშვებმა. ტექნოლოგიების ოთახში ჯადოქრობა დატრიალდა და ფერების სინთეზი გვაჩვენეს პატარა გამომგონებლებმა. სკოლის თავისუფალი სივრცე გუშინ გემოვნებიანი მუსიკის ფონზე, მოლბერძე ხატვასა და შთაგონებას დაეთმო. სკოლის კლუბმა საუნჯემდა მისმა წევრებმა ჩვენი ქალაქის უბნებზე, როგორც ვერბალურად, ასევე ვიდეორგოლით საინტერესოდ მოგვითხრეს. ანა ბერძენიშვილის სახელობის ბიბლიოთეკამ კი ქვეყნის მთავარი წიგნები, ვეფხისტყაოსანი და დედაენა, ყველაზე პატარა მკითხველებს გაახმიანებია. დღის ბოლოს შემაჯამებელ შემოქმედებით საღამოზე რეჟისორისა თუ მოსწავლეების მთავარი სათქმელი ლექსით, სიმღერით, ცეკვითა თუ თეატრალიზებული წარმოდგენით სიყვარული იყო, რომელიც წელიწადის დროს გაზაფხულს ყველაზე მეტად უხდება. გაზაფხულისა და სიყვარულის სურნელი კი ნამდვილად დატრიალდა გუშინ ოზურგეთის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში, რომელიც სტუმრებისთვისაც გადამდები აღმოჩნდა. მინდა მადლობა გადავუხადო პირველი საჯარო სკოლის გუნდს დღევანდელი დღის ორგანიზებისთვის. ძალიან ამაღლებული განწყობით და ძალიან პოზიტიური შთაბეჭდილებებით მივდივარ დღეს პირველი საჯარო სკოლიდან. მინდა მადლობა გადავუხადო პედ კოლექტივს, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოსწავლეს და იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებაში. დღევანდელი ღონისძიების სახელი იყო გაზაფხულის დღესასწაული და ეს დღესასწაული ნამდვილად შედგა. იყო შესანიშნავი დღე, გამორჩეული, იმიტომ რომ მომავალმა თაობამ წარმოაჩინა თავის საუკეთესოდ. პირველი სკოლა არის ისტორიული სკოლა, ზრდია უამრავი თაობა, ისტორიული პიროვნებები, ლეგენდარული ხალხი და დღევანდელი დღე იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამხელა სამჭედლოა, რომ პირველი საჯარო სკოლა, ისტორიული და ლეგენდარული სკოლა. მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, ადმინისტრაციას, რესურს ცენტრს და ყველა ჩართულ ადამიანს, პედაგოგებს, მოსწავლე ახალგაზრდებს. დღეს ქალაქ ოზურგეთის პირველმა საჯარო სკოლამ გაზაფხულის დღესასწაული შემოგთავაზა და თამამად შემიძლია და ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ 180 წლის სკოლამ საუკეთესოდ გაართვა თავი ამ დღესასწაულს, ამ დღეს, როცა თითოეულ მარტო დღესასწაული გაზაფხულის არ იყო. აქ იყო სინთეზი ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის, როდესაც ცალკეული კათედრები, ცალკეული საგნების სწავლებაც ვიხილეთ და ამავდროულად როგორ ღირებულებებს თავაზობს ეს სკოლა ჩვენს მომავალ თაობას და ამისთვის მადლობას ვუხდიმეთ თითოეულ მონაწილეს, თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებლებს და საერთოდ მთელ სკოლას და წარმატებებს უსურვებ. მთელი დღე გვინდოდა გვეჩვენებინა როგორც სასწავლო, ასევე ამგზელობითი კუთხით სხვადასხვა აქტივობები და ეს დღე ნამდვილად შედგა, გამოგვივიდა და ამტკიცა ბავშვებმა, რომ არაჩვეულებრივად ნიჭიერები, გონიერები, ლამაზები არიან, ასევე პედაგოგიურმა კოლექტივმა, რომ ვართ მართლაც მოწოდების სიმაღლეზე, როგორიც უნდა იყოს 180 წლის სახელოვანი სკოლა.